ნათია გვეტყვის თუ არის რამე განახლება უკვე ინფორმაციის, ნათია მოგვითხრობს ამის თაობაზე, რამდენად დასტურდება ინფორმაცია თავად იმის შესახებ, რომ ბატონი გიორგი რამიშვილის სილქ ჯგუფის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ახლა არის პატიმრობაში ზუსტად შენს უკან მყოფ შენობაში. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვიდასტურებენ. გიორგი რამიშვილი ამ დროისთვის არის დაკავებული, ის იმყოფება დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში. სავარაუდოდ ხვალ იქნება უკვე საგამოძიებო მოქმედებები მასთან, საპროცესო მოქმედებები, ბრალის წარდგენა და შემდეგ უკვე სასამართლო და შესაბამისად ხვალ უფრო მეც გავიგებთ კონკრეტულად რა გახდა ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების მიზეზი. რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, სავარაუდოდ სასამართლო ხვალვე იმსჯელებს მისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე და როგორც ჩვენ წყაროები გვიყვებიან, არ არის გამორიცხული, რომ ის უხერხულობა, რომელიც გიორგი რამიშვილის დაკავებით შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შეეცადოს პროკურატურამ გამოასწოროს და ის გაათავისუფლოს უკვე გირაოთი. ვნახოთ ეს ყველაფერი როგორ განვითარდება მოვლენები უკვე ხვალ. დღეს კი შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი საქართველოში დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძლება ითქვას, რომ სპეცოპერაციით დააკავა. ამ დროისთვის საქმე და გამოძიება დაწყებულია 236 მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს. როგორც ამბობენ, გიორგი რამიშვილს თან ჰქონდა იარაღი, რომელიც მართალია მასზე გაფორმებული იყო, თუმცა არ ჰქონდა ტარების უფლება და შესაბამისად მოხდა მისი დაკავება. მისი პოზიცია, რა თქმა უნდა, არის ამ შემთხვევაში საკმაოდ საინტერესო. ჩვენ ვცდილობდით მთელი საღამოს განმავლობაში დავკავშირებოდით მისი იურისტს და გაგვეგო მათი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით ადვოკატი, რომელიც დაიცავს გიორგი რამიშვილის უფლებებს, მასთან დაკავშირება ვერ შევძელით ჩვენ. ისე ამბობენ, რომ შესაძლოა ეს არ იყოს რეალური მიზეზი, რის გამოც დააკავეს გიორგი რამიშვილი და გაცილებით უფრო ღრმა საფუძვლები ჰქონდეს მის დაკავებას. რა თქმა უნდა, ეს არის სპეკულაციები, რომელზეც მე ახლა არ ვისაუბრებ, თუმცა ამისი დროც იქნება ალბათ, როდესაც თავად მოყვება ყველაფერს. რაც შეეხება ვინ არის გიორგი რამიშვილი, ის არის Silk Road ჯგუფის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, რომელშიც ძალიან ბევრი მსხვილი ბიზნესია, როგორც სასტუმროები, ასევე სხვადასხვა სახის ბიზნესი. მას აქვს ძალიან კარგი მეგობრული ხშირად ნათესაური დამოკიდებულება იმ ადამიანებთან, რომლებიც არიან ახლო გარემოცვა ოლიგარქ ივანიშვილის და ძალიან ახლო ურთიერთობებში იყო ის როგორც ხელისუფლების წევრებთან, ასევე მსხვილ ბიზნესმენებთან. მე მინდა გთხოვო, რომ გააგრძელო კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრთან, რამდენადაც თავად ბიზნესმენთან დაახლოებული სხვა ბიზნესმენები მატყობინებენ, თითქოს გიორგი რამიშვილი უკვე თავისუფალია. წინააღმდეგობრივი ინფორმაციებია ყველა ეს ინფორმაცია გიორგი, რა თქმა უნდა, ვიდრე ჩართვაზე გამოვიდოდი, მეც მქონდა ეს ინფორმაცია, რომ გიორგი რამიშვილი გაათავისუფლეს. მე ვესაუბრე პრესსამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროსი და მათ მითხრეს სწორედ, რომ ჯერ არ იყო გათავისუფლებული ბიზნესმენი, რის გამოც უკვე მოვედით დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, აქაც დაცვასთან მქონდა გარკვეული კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ისინი არ ადასტურებენ ხოლმე ინფორმაციას კონკრეტული პირი არის თუ არა იზოლატორში, თუმცა მათი რაღაცა მინიშნებებით შეიძლება ვთქვათ, რომ ამ დროისთვის რამიშვილი ნამდვილად არის დიღმის იზოლატორში. კარგი, გააგრძელე მაინც კომუნიკაცია. სამწუხარო თავად გიორგი რამიშვილის ადვოკატი არც მისი კომპანიის წარმომადგენლები ჯერჯერობით არ აქტიურობენ რაიმე ტიპის ინფორმაციის გავრცელების კუთხით. მე მათ კიდევ ერთხელ ურჩევდი, რომ აქვს მნიშვნელობა იმას მედიასთან კომუნიცირებას მათ იმისთვის, რომ რაღაც დამატებითი ჭორები დეზინფორმაცია არ ვრცელდებოდეს და კარგი იქნება თუ ისინი საკუთარ ვერსიას გიორგი რამიშვილის როგორც ადგილსამყოფელის, ასევე დაკავების დეტალებთან დაკავშირებით გაავრცელებენ. ჩვენ გადაცემის მსვლელობის დროს აუცილებლად მოგაწვდით ამ ახალ დეტალებს. ნათია ტრაპაიძეს დროებით დავემშვიდობოთ, ის ჩვენ ახლა გვერდებოდა პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს შენობიდან, წინ მდებარე ტერიტორიიდან, სადაც ჩვენი ინფორმაციით და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის რწმუნებით პატიმრობაში იმყოფება, წინასწარ დაკავების საკანში იმყოფება Silk Road ჯგუფის დამფუძნებელი და პრეზიდენტი გიორგი რამიშვილი, იგივე ზარალა, რომელიც თბილისის აეროპორტში დააკავეს დეტექტორმა, აეროპორტის უსაფრთხოების დეტექტორმა, რომელიც უნდა გაიაროს სანამ გაფრინდები და ჩვენი ინფორმაციით ბატონი გიორგი აპირებდა გაფრინდას პარიზის მიმართულებით. აღმოაჩინა, რომ ჩანთაში იყო იარაღი თუ იარაღის გარკვეული ნაწილი და ამას მოყვა შემდგომ რეაქცია.
ადგილობრივი სამართალდამცავების, რის გამოც გიორგი რამიშვილი არის კიდეც დაკავებული. ცხადია, კონტექსტის გათვალისწინებით ინტერპრეტაციები, კომენტარები მრავლად იქნება და ჩვენ ამ თემებზე მოგვიწევს არა მარტო ამ გადაცემაში, კვირის ფორმულაშიც და შემდეგ დღეებშიც ლაპარაკი. ახალი რაც გვესვედინება, გეტყვით.